ამ დაახლოებით 3 საათის წინ მე დაგპირდით, რომ იმ ამბებთან დაკავშირებით, რომლებიც ყველაზე საინტერესოა ცხადია და ყველაზე აქტუალურია, მე ხმას არ ავიღებდი ვიდრე კვირამდე. ერთ-ერთ ვიდეობლოგში, ბოლო ვიდეობლოგში, რომელიც პუტინს ეხებოდა, ვთქვი ეს და სიმართლე გითხრათ, მინდოდა პირობის დაცვა, მაგრამ ამბავიც ის არის, რომ მოსვენებას არ გაძლევენო, ასე რომ ამბობენ და ცალკეული მნიშვნელოვანი პერსონები ისეთ კომენტარებს ვიტოვებენ, ისეთ კომენტარებს აკეთებენ, რომ იზოლებული ხარ, ვალდებულიც კი ხარ, რომ ეს შენივე პირობა შემოარღვიო. აქედან გამომდინარე, მე სწორედ ბოლო მოვლენებით გიბრუნდებით და ჩემეულ ხედვას ანალიზს შემოგთავაზებთ იმ პროცესებისა, რომლებიც მიმდინარეობს დღეს საქართველოს პატრიარქის, კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ როგორც ჩანს მიმდინარეობს და ნამდვილად მიმდინარეობს. აქ იგი თხაით, რომ განცხადება მოსდევს და ცოტა კი არა გამაოგნებელი განცხადებებიც არის ძალიან ხშირად. ასე მაგალითად ერთ-ერთი ავტორი არის ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, მეუფე ნიკოლოზი. მე გაგახსენებთ, ვისაც არ გახსოვთ, ეს არის ის კაცი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ iPhone-ა უწოდეს ესე სალაღობოდ, რომელსაც ბოლო მოდელის იმხანად ბოლო მოდელის iPhone-ი ეჭირა ხელში. ეს კაცი მიხეილ სააკაშვილთანაც იყო რამდენადაც მახსოვს შესული. ეს კაცი თუ არ ვწდები და არ ვწდები, რუსეთშიც იყო წასული. ესეთი ხალასი და ხალისიანი კაცია, მედიასთან კარგ ურთიერთობაში მყოფი და შეუძლია ბევრი ლაპარაკი. აი გუშინ ხო გაგვაოგნა ერთმა ეპისკოპოსმა და დღეს მან გაგვაოგნა, სწორედაც რომ ისი თქვენ რომ სოფლიო პატრიარქის თვითმფრინავით 11 საათზე დაეშვება, 12 საათისთვის სოფლიო პატრიარქი ბართლომეუსი იქნება სამების ხაზგასმით ვამბობ კვირა დღეს სამების დიდ საკათედრო ტაძარში და თითოეულ თქვენგანს რასაკვირველი აქვს მოლოდინი, რომ იქნება არა სამების საკათედრო ტაძართან ვსაუბრობთ სოფლიო პატრიარქზე, არამედ სამების საკათედრო ტაძარში და იმ ლიტურგიას, რომელიც დაწყებული იქნება დაკრძალვამდე მთავარი შესასრულებელი ლოცვები და სხვა ლოცვები, მანამ ესე იგი დაწყებული იქნება 9 საათზე და ბართლომეოსი შეუერთდება და ამგვარი ინფორმაციაც იყო, რომ აი ბართლომეოსი და სხვები საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები ერთობლივ ლიტურგიას ჩაატარებენ. არაჩვეულებრივი, აი ამ ვითარებაში რამდენად არაჩვეულებრივი არ ვიცი, მე მგონია რომ პირველი ხმა უნდა ყოფილიყო სწორედაც რომ ბართლომეოსი, მაგრამ იქ რაღაცეები ხდება, რაღაცა ეშინიათ, რაღაცა აფრთხობთ, რაღაცისა ეშინიათ, აფრთხობთ რომ სიტყვას მძიმეს იტყვის ბართლომეოსი შეიძლება ახსენოს უკრაინის ავტოკეფალიას ჩვენი საპატრიარქო არ სცნობდა, იქვე იქნე უნდა იყოს რუსეთის მინსკის უფრო ზუსტი რომ იყო ეგზარხოსი, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა ბანდიტი გუნძიაევის მიერ წარმოგზავნილი, იქვე უნდა იყოს რომის კათოლიკური ეკლესიიდან რომის პაპის წარმოგზავნილები ტაძარში, მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ ტაძართან აი ამ პროცესში ისინი ჩამოდიან საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია, სხვა დელეგაციებიც და აქედან გამომდინარე ფიქრი იმის თაობაზე, რომ მთავარი მთქმელი, პირველ მთქმელი ლიტურგიის პირველ ჩამტარებელი არ იქნებოდა სწორედაც რომ ბართლომეოსი წაგვე ფიქრა კი არა ის პრინციპში გახმიანდა, იმიტომ რომ თან 9 საათზე იწყება და მოსაყდრეში უნდა ჩაატაროს. მაგრამ აი ნიკოლოზი რა შუაშია. მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ბართლომეოსი მსოფლიო პატრიარქი შეიძლება ვერ შევიდეს, არც შეუშვან, ან ვერ შევიდეს სამებაში. მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ შიგნით ტაძარში ბევრი ხალხი იქნება, საოცარია პირდაპირ, ცხადია, ბევრი ხალხი იქნება, არავინ არ უარყოფს ამას. და ტაძარი მიუხედავად რომ ის დიდია, ხო? ყველაზე დიდია საქართველოში. ტაძარი ყველას ვერ დაიტევს. სამებაც კი არა თუ სიონი, რომელიც რასაკვირველია გაცილებით პატარაა. კითხვა ასეთია შესაბამისად. თუ მსოფლიო პატრიარქს შიგნით არ შეუშვებენ, სხვა მასზე უფრო მნიშვნელოვანი პერსონა განა ვინ უნდა იყოს? გინდა სამღვდლო კრებულიდან, საეკლესიო პირებიდან და გინდა საერო კრებულიდან, საერო ხელისუფლებიდან.
სამღვდლო პირებიდანაც კი ბევრი ვერ იქნებაო. ჩვენო პერიმეტრზე ვიქნებითო, იმიტომ რომ კვლავ ვიმეორებ, რომ ტაძარი ყველას ვერ დაიტევსო, თუ მეუფე ნიკოლოზი, რომლის შესვლის მომხრევ არის სინოდის წევრია, ვერ იქნება შიგნით, კი, მაგრამ ვინ უნდა იყოს? არა მეუფე ირაკლი კობახიძე და არა მეუფე შალვა პაპუაშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ეს უკანასკნელი და მხოლოდ შვილებთან ერთად ირაკლი კობახიძე და ბიზინა ივანიშვილი და მიხეილ ყაველაშვილი და სხვები დაცვებთან, მეუღლეებთან, შვილებთან და დაცვის წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც დაიცავენ. კარგი, რამდენი არიან? 200 ჯამში? ყველა დეპუტატი უნდა შევიდეს და მეუფე ნიკოლოზი კი არა, თვით სოფლიო პატრიარქი ვერ უნდა შევიდეს შიგნით. ეს გამოსავალი შემოგთავაზა, გამოსავალი არა, ეს სპეცსამსახურების მესიჯი, გიბოდიშებთ ცხადია, შემოგთავაზა, ჩაუფინა მეუფე ნიკოლოზმა. საკუთარი თავის გარია ამ გარეთ მყოფთა მარაკაში, მეც ვერ ვიქნებიო. მეო შევთავაზეო, რომ იქნება და გამოგვესმენებინა პატრიარქის ცხედარი, სასახლე ცხედარი და გარეთ ჩაგვეტარებინა ეს ლიტურგიაო, მაგრამ მაინცო მითხრესო, რომ ესე დაძრა ცხედრისა სასახლისა არ შეიძლება და არ დაძრავენ დღის 3 საათისთვის დაახლოებით. გამოსვენებას თუ ეს შეიძლება, მე არ ვიცი, პრინციპში რა უნდოდა, იმიტომ რომ მას მაინც გამოასვენებენ პატრიარქს გარკვეული საათების შემდეგ. და იქ რო გამოესვენებინათ, თუ მაინც და მაინც შიგნით ვერ შეხავთ პატრიარქი ბართლომეოსი, თუმცა რატო ვერ შეხავთ, კარგად არ ვიცი, გამოესვენებინათ და პატრიარქ ბართლომეოსს ჩაეტარებინა ეს ლიტურგია. როგორც საკუთარი თავის გარია მარაკაში და თქვა, რომ მეც უან სხვა სამღვდლო პირებიც ვერ იქნებიანო. კითხვა მაქვს ამგვარი. რომის ეკლესიის წარმომადგენლები დელეგაცია ვახსენე ვატიკანისა. უფრო ზუსტი რო ვიყო, ისინი იქნებიან ტაძარში, მესმის რომ მართლმადიდებლები არ არიან, მაგრამ ბიზინა ივანიშვილი ამოგედგათ იმისა სანთელი ერთხელ უჭირავს ხელში თუ ერთხელ ეჭირა ხელში ორჯერ. მართლმადიდებელია? ეკლესიურია, მართლმადიდებელია? მოძღვარი ხავს? პირჯვარს დარწმუნებული ხართ, რომ სწორად იწერს? მე მგონი რომ არა. ბიზინა ივანიშვილისთვის თუ მოიძებნება ადგილი, ან დაცვის წევრების, მით უფრო დაცვის წევრებისთვის და ისინი ცოტანი კი არ იქნებიან, 20 იქნება, 30 დაცვის 30 წევრი იქნება. კობახიძისთვის, პაპუაშვილისთვის, ყაველაშვილისთვის, ვოლსკისთვის, წულუკიანისთვის, ყველას რო იქნება დახოკილის სახე. ბართლომეოსი, რომელიც ჩამოდის და ესეთი სერიოზული პერსონა მართლმადიდებელ სამყაროში არ არის. იერუსალიმის პატრიარქს თუ შეედრება, მაგრამ მეტია ეს ტიტულატურითაც და იერარქიულადაც მსოფლიო პატრიარქი. კარგი, სხვა კითხვა მაქვს. ვატიკანის წარმომადგენლებზე არაფერს არ მეუბნებით, ვერ მპასუხობთ, კომენტარებშიც ვერ მიპასუხებთ. დარწმუნებული ვარ, შეიძლება მითხრათ, რომ ვატიკანის წარმომადგენლები რაღაცა არიან კათოლიკები, რა უნდათ მაგ გათახსირებულებს შიგნით. სხვა კონფესიებზე აღარც ვლაპარაკობ, ხა მუსლიმებზე ასე მაგალითად. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის უფრო ზუსტი რო ვიყო, მინსკის ეგზარხოსი, რომელიც უკვე ჩამოსულია, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ან დაასწრებს, თუ ჩამოსული არ არის, ნებისმიერ შემთხვევაში დაასწრებს ბართლომეოსის ჩამოსვლას. ის შიგნით უნდა შევიდეს, ანუ ბართლომეოსი გარეთ და ეს ვენიამინი შიგნით. რეალურად ეს არის უზარმაზარი პრობლემა და ეს თუ ასე მოხდა, საბოლოო ჯამში არ ვიცით ასე მოხდება თუ არა. მე ვერ გეტყვით. მე ვესესხები, ვეყარდნობი, უფრო ზუსტი რო ვიყო, ნიკოლოზ ფაჩუაშვილს. და თუ ეს ასე მოხდა, ანუ რასაც ნიკოლოზ ფაჩუაშვილი გვთავაზობს, გვეუბნება ეს სპეცსამსახურების მიერ ჩაწვეთებული მესიჯი, ანუ იდარდებთ ხალხო თვით, ბართლომეოსიც კი იქნება გარეთ, ოღონდ შიგნით იქნება ბევრი, არა ერთი ბიზინა ივანიშვილი და ბევრი გამობიზინებული. აი ეს არის მესიჯი ფაჩუაშვილისა და ეს არის სერიოზული პრობლემა. ანუ ბართლომეოსი გამოდის, რომ იმ ერთობლივ ლიტურგიაშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ ერთობლივი ლიტურგია დამოუკიდებლად მისა გახმიანებული იქნება თუ არა, ტარდება შიგნით ტაძარში საკურთხეველთან, პატრიარქის ცხედართან. საერთოდ კიდევ ერთი რამდენიმე კითხვა მაქვს.
მე მეჩვენება რომ ხელისუფლება და საპატრიარქოს ნაწილი ხასხასით ვამბობ ამას და ღმერთმა უწყის ამ ნაწილში უკვე ვინ აღარ არის ლამის მთელი საპატრიარქო მეთქი ასე ვითხოვდი მაგრამ ალბათ მაინც არიან თავშეკავებული მღვდელმსახურები რომლებიც მართლა გულახდილად და გულწრფელად სწუხან და დამწუხრებულნი და ტკივილიანები არიან პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებისა და გამო მაგრამ არის მეორე ნაწილი რომელიც პარალელურად იმისა რომ დამწუხრებულია ან ფსევდოდ დამწუხრებულია უკვე ხელისუფლებასთან ერთად დე ფაქტო ხელისუფლებასთან ერთად ლაპარაკობს მხოლოდ ერთ საკითხზე ფიქრობს და ლაპარაკობს და მსჯელობს ერთ საკითხზე პირველი რასაკვირველია რუსეთს როგორ არ აწყენინონ და ბართლომეოსი რომელსაც ურთიერთობა არ აქვს კირილ გუნძაევ-ბანდიტთან ბართლომეოსის მხარეს არ დადგნენ ემანდ შემთხვევით თუნდაც ამიტომ ამის გადაზღებები მოხდეს რომ არ გაბრაზდეს ბანდიტი კირილ გუნძაევი და მისი ნაჩალნიკი პუტინი თუმცა ვინ მისი ნაჩალნიკი ღმერთმა უწყის ეს ერთი და მეორე ფიქრობენ ესენი მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხზე რომ უკვე ახლა აი ამ თავითვე შექმნან ასეთი საინფორმაციო სივრცე ველი ფონი რომ რადგან 2017 წელს პატრიარქმა ილია მეორემ სხვათა შორის მაშინაც დაუძლურებულმა მაშინ უკვე დაუძლურებულმა მოსაყდრედ გამოარჩია შიო მუჯირი აქედან გამომდინარე შიო მუჯირს რამ უპირატესობა აქვს სხვა იმ ორ კანდიდატთან რომელიც სინოდის მიერ ასარჩევი იქნება გამოსარჩევი და მე უკვე ამ სამიდან იქნება ერთი ასარჩევი კათოლიკოს პატრიარქად ვინმე კი არა ესენი ფიქრობენ რომ ნაბიჯნახევრით ან ნახევარი ნაბიჯით ან ერთი ნაბიჯით შიო უკვე დაწინაურებულია მეგობრებო 2017 წელს პატრიარქმა ილია მეორემ შიო მუჯირი გამოარჩია მოსაყდრედ და 2026 წელს პატრიარქის გარდაცვალებისთანავე კიდევ ერთხელ შეირჩა ამჯერად უკვე სინოდის მიერ სინოდის კრებაზე შიო მუჯირი მოსაყდრედ რომელიც მოსაყდრე უნდა იყოს არა უმეტეს 40-60 დღის თუ ვერ იქნება თუ არ იქნება შერჩეული შიო მუჯირი პატრიარქად 60 უხეშად 60 დღის თავზე ის ჩვეულებრივი მაღალი იერარქი მაგრამ ჩვეულებრივი მღვდელმსახური იქნება არა პატრიარქი ეს არანაირ ეს ტიტული თუ ეს სტატუსი არანაირ უპირატესობას არანაირ ჰანდიკაპს როგორც ასეთ შიო მუჯირს არ აძლევს მაშინაც პატრიარქი იყო დაუძლურებული და პატრიარქმა მაშინ მიიღო გადაწყვეტილება ისიც საკამათო თუ მთლად გულახდილები ვიქნებით ზენონს რომ მოусმინოთ იარაჯულს მაგრამ ერთ წუთს ჩავთვალოთ რომ არასაკამათო გადაწყვეტილება მიიღო სიცოცხლეშივე როცა ჯერ კიდევ მისი კოგნიტური შესაძლებლობები იყო ჯეროვან დონეზე და ბოლო დრომდე იყო კოგნიტური შესაძლებლობები ჯეროვან დონეზე მე აქ ხელის მოძრაობას არ გულისხმობდა ხელის მოძრაობის ამპლიტუდას პატრიარქი სახჭკუაზე იყო მეტნაკლებად და ნამდვილად მას შეეძლო სწორი პასუხების გაცემა 2017 წელს მით უმეტეს შეეძლო და საერთოდ არ ვლაპარაკობთ იმაზე როგორ და ვისი თუმცა სალაპარაკოა ვისი მეოხებით და ძალისხმევით დაინიშნა მოსაყდრე ვინ ჩაერია ამ პროცესში ისევ ის რუსეთი და კერძოდ ილარიონ ალფეევი მაშინ რუსეთის ბანდიტი პატრიარქის კირილ გუნძაევის კარზე მაშინ დაწინაურებული კაცი რომელიც უკვე შემდგომ უნგრეთში გადაიყვანეს და რომელმაც საკუთარ დეკანოზზე თუ ერთ-ერთ სამღვდლო პირზე სექსუალურად იძალადა და მერე გააგდეს ეს არ ნიშნავს რომ ის რუსეთის ეკლესიიდან გაგდებულია პირდაპირ მნიშვნელობით მოკვეთილია მაგრამ მნიშვნელოვნად ჩამოქვეითებულია და აი ეს ალფეევი იყო შიოს წინ წამოწევის და მოსაყდრედ დანიშნის ინიციატორი ეს ხომ ყველამ ვიცით საბოლოო ჯამში ცუდი ზმნა არის მაგრამ პატრიარქს რაც გარდაცვლილს დაანიშნინეს და უბიძგეს რომ მას სწორედაც რომ შიო მუჯირი დაენიშნა და იქნება არ უნდა კიდე სხვა შორის ერთ-ერთი ცნობილი პირი პოლიტიკოსი ამბობს ამ მტკიცებს ჭყალებში ამ ვერსიას გვთავაზობს რომ პატრიარქის წერილი მაინც არსებობს დიახ არა ანდერძი მაინც და მაინც ან შესაძლოა საერთოდაც ანდერძი რომელიც გადამალულია გაივლის კიდევ წლები და არა არს დაფარული რაც არ გაცხადდეს თუ ამას მიუყვებით ემან ისი არ მოხდეს რომ წერილი მართლა გადამალული იყო ან ვიღაცამ გიბოდიშებ ცხადი ამ სიტყვისთვის და სულაც არ არის შეიძლება ამგვარი ზმნები გამოსაყიდებელი მაგრამ ვიღაცამ შეიძლება შეჭამა ის წერილი პირდაპირ იმ მნიშვნელობით რომ
რომ არავის არ ენახა რა იყო დაწერილი, დატანილი ამ წერილში. რუსეთის ხაზი, რუსეთის პოლიტიკა არ უნდა გაიმარჯვოს ჩვენს ქვეყანაში, არც კონკრეტულად კვირა დღეს დაკრძალვის ცერემონიალი რო გაიმართება, სამებიდან გამოსვენება, სიონში ჩამოსვენება, სიონამდე ჩამოსვენება ამ დღეს კონკრეტულად და არც ზოგადად რო ვიცოდეთ მაინც. კიდევ ისეთი თქმა მინდოდა. ამის შემდეგ უკვე, აი დაკრძალვის შემდეგ გულისხმობ და განსაკუთრებით პატრიარქად როცა იქნება არჩეული ვინმე, პირი, რასაკვირველია, ძალიან ბევრია სალაპარაკო უშუალოდ გარდაცვალებაზე როგორც ასეთზე. არ ვამბობ, ხაზგასმით ვამბობ, რომ პატრიარქი მოკლეს, მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც პატრიარქს კლავდნენ. ციანის საქმე გამახსენდა და არ ვამბობ იმას, რომ 93 წლის კაცი შეიძლება მიზეზთა გამო, ელემენტარული მიზეზის გამო შეიძლება მართლაც გარდაიცვალოს, მაგრამ იმას კი ვამბობ, რომ ექსპერტიზა და კვალიფიციური ექსპერტიზა დასანიშნი იყო და არის, ახლა რაღა არის, იყო დასანიშნი. რა მოუვიდა პატრიარქს? არაფერი არ მოსვლია ჩემი აზრით, მაგრამ ჩემი აზრი კვალიფიციური არ არის. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ მათ შორის ეროვნულ უსაფრთხოებაზე. არ არის შიომუჯირი დაწინაურებული მეთქი. აკი ვამბობ ამას. ის 40-60 დღის განმავლობაში იქნება მოსაყდრე და დაწინაურებული რომ არ არის, ამის ნათელი დადასტურება, რომ არჩევნები როგორც ასეთი უნდა გაიმართოს, ანუ სინოდმა უნდა აირჩიოს 3 კანდიდატიდან ერთ-ერთი კანდიდატი ვინ იქნება, მე მაქვს კვლავ ვიმეორებ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, 5 კანდიდატურა ვიცი, ამ 5-დან 3 დარჩება, 1 შიო მუჯირია, 2-საც ვიცი შესაბამისად. მაგრამ არ გავამხელ. მაგრამ ხელისუფლებამ და საპატრიარქოს შიოს ფრთამ რაც არ უნდა დაწერო, ახლა წერ მაგალითად ბართლომეოსზე. მე დავწერე ერთი პოსტი ბართლომეოსზე, სწორედ ეს კითხვები დავსვი. ერთიც დავწერე და 5-იც. დავსვი კითხვები, რომ ბართლომეოსი სად იქნება? ვინ გეკითხება შენ ინტრიგანო, შენ დეგენერატო, შენ რაღაც ენა ჩასაგბედო, შენ მოსაკლავო და ასე შემდეგ. ამას პასუხობენ. მე ვკითხულობ ბართლომეოსი სად იქნება? მე არ ვკითხულობ და არ ვამბობ, რომ პატრიარქი ილია მეორე ცუდი იყო, არა, როგორ გეკადრებათ, რა ბრძანეთ, პატრიარქი ილია მეორე უმასშტაბურესი კაცი იყო. რომ აი ყველა ერთად რომ გააერთიანო, მის მასშტაბამდე ვერ მივა. მე იმასაც ვამბობ, გულახდილად გეტყვით, რომ მე არ მინდა შიომუჯი, არ მინდა არ ნიშნავს იმას, რომ თუ ის პატრიარქად იქნება ამორჩეული, ახლა მე ავიღებ ცეცხლსა და მახვილს და ბრძოლას დავუწყებ. თუ დემოკრატიულად და სწორად იქნება არჩეული შიომუჯირი, დავიწყებ ბრძოლას შიომუჯირის წინააღმდეგ. თუმცა კრიტიკას გასაკვირველი არ დავაკლებ. მაგრამ უკვე ახლა პატრიარქის სიკვდილს თითქოს ელოდებიანო, პატრიარქის ვითომ მოყვარულები, აი მე ხომ მოძულედ მივაჩნი ვარ ბევრს და მე და კრიტიკოსები საპატრიარქოსი და კონკრეტული მღვდელმთავრებისა. თითქოს პატრიარქის სიკვდილს ელოდებოდნენ და შიოს წინწაწევას უკვე ახლა სულ სწრაფად დაიწყეს სწორედაც რომ არა იმდენად პატრიარქზე რაც გადარწმულზე ლაპარაკი ილია მეორეზე, არამედ მომავალ პატრიარქად დაგვისახეს შიომუჯირი. არა აქვს შიომუჯირს არანაირი უპირატესობა. დამოუკიდებლად იმისა 2017-ში რა მოხდა, 26-ში რა მოხდა. ადრეა ლაპარაკი ამ თემაზე. შესაძლებლობის ფარგლებში მე რაც მეწოდინება დადასტურებულად რაც მეწოდინება ცუდი საკრიტიკო შიომუჯირისა მე ორშაბათი ამ თემაზე ვილაპარაკებ უხეშად ნახევრის განმავლობაში. სხვებიც ილაპარაკებ. რუსეთი აქ არ უნდა იყოს გამარჯვებული. შიომუჯირი არის რუსეთის წარმომადგენელი. წარმოგზავნილი, იცით ვინ აქტიურობს განსაკუთრებით ლევან ვასაძის, გურამ პალავანდიშვილის ჯგუფი. შიოს უჭერენ ხარს. დარწმუნებული ვარ სახელმწიფო მედიაში ამგვარი ტენდენციები იქნება. საქართველოს იზოლაციონიზმზე ორიენტირებული მოპოლიტიკანო და მოჟურნალისტო და მოექსპერტო და მოსამოხელისუფალო წარმომადგენლები. არა და არ იყო პატრიარქი ილია მეორე იზოლაციონისტი. არ იყო. ეკუმენურ მოძრაობაში სხვა საქმეა ვინ აკრიტიკებს ამას და ვინ არა, მაგრამ გასული საუკუნის 90-იან წლებში პატრიარქი ილია მეორე და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეკუმენურ მოძრაობაშიც კი იყო და როგორ გამოვიდა, ეს ცალკე ეპოპეაა, ეგ რა მაგის პასუხია.
ბევრისთვის ხოთაშორის კარგი იქნა, ბევრი ფიქრობს რომ კარგი იქნა. მეც ერთი ხანობა ვფიქრობდი რომ კარგი იქნა. ახლა არა ვარ ბოლომდე დარწმუნებული. რომ ვინც გამოიყვანა ეკუმენური მოძრაობიდან მსოფლიო საეკლესიო საბჭოდან ესე გეტყვით. ვინც უბიძგა საქართველოს საპატრიარქოს, უმრავლეს შემთხვევაში მათი ლიდერები და გვარები ვიცი ყველასი პრაქტიკულად და ვიცნობ კიდე ზოგს. ის ადამიანები აღმოჩნდნენ უკვე მათი დიდი ნაწილი აღმოჩნდა ქრისტეს მაძაგებელი და ქრისტეს წინააღმდეგ წასული საშინლად. ბევრი, ასე ვიტყვი. მაგრამ ეხლა ეს სამკე ისტორია არ ვილაპარაკოთ ამ თემაზე. ესენი, აი საპატრიარქოს დღეს ცოცხლად დარჩენილი ტიპები, რომლებიც სახეს იხოკავენ პატრიარქის გამო და ბრტყელ სიტყვებს გვთავაზობენ, მათი უმრავლესობა ან გარკვეული ნაწილი არის ორიენტირებული მხოლოდ ორ რამეზე. რუსეთი აქ მეტად შემოვიდეს, რუსეთს არ ეწყინოს და მეტად შემოვიდეს, განდევნილ იყოს ეს ერეტიკოსი მართლომეოსი, მათი აზრით ის მართლაც ერეტიკოსია, ან წვალებელია, ან მოკლედ ცუდიკაცია და განდევნილ იყოს მართლომეოსი, თვალშიც რომელიც უკრაინაში გაემგზავრება, იცით თქვენ, შეიძლება დაბრუნდეს შინ და მერე გაემგზავროს უკრაინაში რამდენიმე დღეში, იცით თქვენ რომ გარდაიცვალა უკრაინის საპატიო, ძალიან საოცარი კაცი იყო, საპატიო კათალიკოსი და ეს კაცი 97 წლის იყო, ბარემ გეტყვით. უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი, რომელიც 97 წლის იყო და რომელსაც აღიარებული ჰქონდა, რომ კგბ-ს აგენტი იყო. მაგრამ მაზარი წვლილი შეიტანა იმაში, რომ უკრაინას ავტოკეფალია მიიღო. ბარემ ვიკითხავ. იცით ვინ დაუშალა, ცოტა სუდი სიტყვაა. ვინ თქვა, რომ არავითარ შემთხვევაში უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას, მართლმადიდებელ ეკლესიას არ ეკუთვნის ავტოკეფალიაო. რომელმა ფთამ გაიმარჯვა იმ ეკლესიისა, მართლმადიდებელი ქართული ეკლესიისა. გვარებიც ვიცი. სწორედაც შიო მუჯირის ფთამ. კითხვა ასეთია. ტაძარში იქნება თუ არა, სამების ტაძარში იქნება თუ არა ბართლომეუსი, მსოფლიო პატრიარქი. შიო მუჯირს არ უნდა რომ იყოს. ბევრი ხალხია და ვერ მოვახდინეთ ორგანიზება. შეიძლება ეს თქვან და შეიძლება ის თქვან, რომ გარეთ რა პრობლემაა. აიც და მაინც ხელი უნდა დაადონ პატრიარქს, გარდაცვლილს და თუ იმან უნდა დაადოს მისმა უარაჭკვიანოსობამ სხვებაც რომ დაადონ, მით უფრო მსოფლიო პატრიარქმა, რა მოხდება? რა მოხდება და რუსეთს ეწყინება? და რუსეთს არც ბიძინა გაანაწყენებს და არც შიო მუჯირი. მე კი მეუბნებია რომ არ ილაპარაკო. როგორ შეიძლება ლაპარაკიო? შეხარ საზიზღარივ, ამოსაზირკვი და ჩასაძაღლებელიო. ნახვამდის.